გავარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. მე მაქვს ჩემს ვიდეოებში ნახსენები, რომ ქართული მწარმოებლებიც აწარმოებენ ქართული ჩიბუხის თამბაქოს. სხვათა შორის მაქვს ტესტი კიდეც მგონი დავდე ერთ-ერთი ჩემ არხზე და არ არის ურიგო თამბაქო. თავის ფასთან შედარებით და იმის გათვალისწინებით, რომ ქართულია და რომ პირველი მერცხალი არის, პირიქით ვიტყვი, რომ ძალიან კარგიც არის. რა თქმა უნდა, ხა წამყვან ბრენდებს ჩამოუვარდება, მაგრამ მოკლედ რა, საშუალოზე ცოტა მაღალი ხარისხისა ეს ჩემი აზრით. თავისი გამონათვისებებით, მაგრამ აი როგორც ერთვა მარკეტინგში მოვიკოჭლებთ თუ რაში, მე მithქვამს ხო, რომ ჩიბუხის თამბაქოს წარმოებლებს უყვართ რაღაცა ესეთი რომანტიკული რაღაცების შექმნა ის სათაურშიც, შემდეგ აღწერილობაშიც. ეხლა მე კი არ ვაუბრობ რაღაცას ტყუილს ამბობენ და არ ამბობენ, ან ჩვენებს მაგით ვაკრიტიკებ, რომ აი რაღაც ლეგენდებს არ ყვებიან, მაგრამ უხდება ამ ამბავს და შეიძლება რაღაცა ნახევრად ლეგენდარო არის და რაღაცებიც ვიცით კიდეც მოიძებნოს და აი ესეთი რაღაცა შეიქმნას მათ ირგვლივ, ანუ რისი თქმა მინდა. აი კიდევ მაგალითად ჩიბუხის თამბაქოები და არის ასე აწერია პირდაპირ. ერთი არის კლასიკური, არის ჩვეულებრივი, მეორე არის ვანილი, ეს გემოთი, მესამე არის შინდის თუ ალუბლის გემოთი და თაფლის გემოთი. აი მხოლოდ ეს აწერია, მეტი არაფერი ინფორმაცია არ არის. ანუ რა თამბაქოა, რა ჯიშის არის, რომელ რეგიონში არის მოყვანილი, რისგან შედგება, რა დაძველების, რაღაც პატარა ისტორიაც, აი ჩვენი წინაპრები, ესენი ეწოდნენ აქედან არის შემოსული, მე რა რომ შემოსული ამერიკიდან შემოვიდა თუ თურქეთიდან შემოვიდა, არის კონკრეტული ეს ჯიშის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი პატარა ანოტაცია რო იყოს და რაც ყველაზე მთავარია, აწერია უბრალოდ ჩიბუხის თამბაქო და დამთავრდა ალუბლის ანომატი და ჩიბუხის თამბაქო, კლასიკური ჩიბუხის თამბაქო, ვანილის რაღაც სახელი მოუფიქროთ, არის ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობები რაღაცასთან დაკავშირებული და აი რო ვიცით მაგალითად ამოთ ნენიას თამბაქო არის აჭარაში კარგი, აი ესეთი რო დავარქვათ, ან მაჭახელა დავარქვა, აი რაღაცა გავალამაზოთ და აი ესეთი ბრენდი რო შეიქმნეს, კარგი იქნებოდა. ამაზე ყველაფერზე ფიქრმა მიმიყვანა ერთ პატარა გადაწყვეტილებამდე შეიძლება ვიღაცამ გამაკრიტიკოს და ჩათვალოს ძალიან თავამია, მაგრამ ჩემთვის ექსპერიმენტისთვის გადავწყვიტე აი ჩვენი ამ ქართული აჭარული თამბაქოს რაღაც პატარა ბლენდერობა თითქოს შეურიო სხვადასხვა კუთხის თამბაქოები, ძირითადი თამბაქოები და რა გამოვა. ეს გავაკეთე, ანუ ავიღე ძირითად ბაზად ავიღე ჩვენი ქედის თამბაქო, დაჭრილია ესე ცოტა მსხვილად ჩიბუხისთვის, ჩემო ახლობელმა ადამიანმა თხოვე და მისი ოჯახის წევრი ამზადებდა თანამშრომელმა და მომაწოდა და მადლობა ამისთვის ზაზას და შეურიე ზუსტად ხო, ამერიკული ვირჯინია, სუფთა ვირჯინია, წითელი, მგონი dark berry ამერიკული და კენტუკის ეს ზირთად არომატებისთვის იყენებენ ამას. ჩემს შემთხვევაში მე გამოვიწერე და მაღაზიიდან და არის აი ეს სახელიც ქვია თვითონ თამბაქოს არ არის ნაზავი, ერთი სახის თამბაქო არის მხოლოდ და კევენდიში არის შებოლილი თამბაქოს აი ამ სახეობას და იმ ყველა ბლენდში თითქმის იყენებენ ამასაც. და აი გავაკეთე სხვადასხვა რაღაც გარკვეული პროპორციით, ჩავაწერე რა პროპორციით შეურიე ესენი ერთმანეთს. ეს იყო ერთი
6 თვის წინ, უკვე მე-7 თვე დაიწყო მგონი, მაშინ პატარა ვიდეოც გავაკეთე, ეხლა ამ ვიდეოს და ამ ვიდეოს ერთად დავამონტაჟებ, შეიძლება იქ რაც თქვი, აქაც გავიმეორო და არ დამძრახოთ, მოკლედ რაღაც ისე ვაკეთებდი და ისე ვიწერდი, არც ვიცოდი ბოლოში რა გამოვიდოდა. აი, შევეცადე თითქოს რაღაც ბლენდერობას და გადავწყვიტე, რომ აი ეს თამბაქოები აურიო ერთმანეთში. ანუ წამყვანი იქნება ჩვენი ქართული ქედის თამბაქო. ეს არის თავის დროზე თურქეთიდან, Samsung-დან შემოსული, ამ და ზოგი Samsung-ს ეძახის. მე მგონი არის აი ორიენტალებს რო ეძახიან. პერიკის ან რომელიღაცა აი ესეთი ჯიში. და შეურიე სუფთა ამერიკული ვირჯინია, ამერიკული მუქი dark berry და royal champagne სატლიფის. აი პროპორცია ესეთი არის, აი ზედა ეს უმრავლესობა, ანუ წამყვანი იქნება ჩვენი ქართული თამბაქო და აი მცირე ნაწილები აი ეს თამბაქოები. ნახავ როგორი იქნება. აურევ ერთმანეთში და ეს კარგად გადავაურევ. შევინახავ შემდეგ ცოტა ხნით და მერე გავსინჯავ. მერე ამ რაოდენობებს სადღაც შევამცირებ, სადღაც მოუმატებ და ნახავ. ბოლოში რა გამოვიდოდა. ანუ ესე იგი უკვე 6 თვეზე მეტი დაძველება, ესე შევინახე 1 კილოში. კიდეც აი მიწერია ხო როგორ გავაგეთე. რომ 7 ნაწილისგან, ანუ 4/7 ქედის თამბაქო, 1/7 ვირჯინია, ხო 1/7 dark berry და 1/7 ეს კევენდიში შებოლილი. და აი თარღი როდის გავაგეთე, დავიწყე. ანუ 11/08/25. ну აგვისტოში დავიწყია, ხო. ჩავყარ უბრალოდ აგვისტოში და აი ახლა ამდენი ხანი გავაჩერე, რაც მიდიოდა ეთქვა ფერმენტაციის პროცესი და რაღაცა. ძალიან კარგი სასიამოვნოა კონსისტენცია, თან ეს შაიბაც ჩავაყოლე, რომ ძალიან არ გამშრალიყო, თან ეს სტილი. ცოტა სიმშრალისკენ არის. შეიძლება კარგი იქნებოდა, ამაზე უფრო ნესტიანი იქნებოდა. ამასაც გავითვალისწინებ სხვა დროს და ეს პროპორციები ხო ეხა ჩამოწერე, აი ნახავ გავსინჯავ როგორი გამოვიდა და შემდეგ შევცვლი რაღაც პროპორციებს, სხვა პროპორციებით გავაკეთებ. კარგი რაღაცა გამოვიდა მე მგონი. ანუ სულ ვიძახე ჩვენ თამბაქოს რაღაცა რო აკლია იმ კევენდიშის და მის კარგი მარტის ამინდი არის ბათუმში სითბო არა, ამიტომ აივანზე მოვწიოთ ყველაზე ნეიტრალური ჩიბუხი ამ შემთხვევაში. აი დავად ჩიბუხი ფილტრი, ზღვის ქაფის, ანუ მერშაუმის თურქული, აი ამაში ჩავაკეთებ და მოვწევ და ნახოთ მოკლედ. აი ესე ფანტასტიკურია. იმასაც კი ვფიქრობ, ცოტა ბევრი ხო არ იყო კევენდიში, შეიძლება კიდე ხო არ მოუკლო, იმიტომ რომ მაგრამ არა იცით. ხო, არომატი და აი ეს ფანტასტიკური აქვს, ახლა ნახოთ მოსაწევად როგორი იქნება. აი ესეთი ლამაზი ნაზავი გამოგვივიდა. ეს ახლა როგორ ჩანს? ნახოთ აბა როგორია. Wow.
საკმაოდ ორიგინალურია. უნდა გითხრათ. უცებ წამოვიდა აი ვინც იცით ეს ნაცნობი ჩვენი ქართული თამბაქოს გემო და აი ხშირად რომ მომიწევია ქართული თამბაქო და მithქვამს რაღაც აკლია მეთქი აი ეს აი ამ კევენდიშმა შებოლილმა და ამერიკულმა ბერლინ ვირჯინიასთან ერთად რაღაც ნოტები დაუმატა. საკუთარ სუყე ესეთი ბოლიანი არის. ხო კიდევ ერთი მომენტია, იგრძნობა სიმაგრე. თამბაქოსი გაუფილდროდ ვეწევი, ძალიან მომეწონა, მე ძალიან ორიგინალურია. მე ხა სიმართლე რომ გითხრა არ უჩიოდი ქართულ თამბაქოს და მოვდი რომ კარგია, კარგი მასალაა და აი ესე ეთყობა რაღაც ბლენდებში აი ხო, აი ეს ხო გამეორდები შეიძლება ეს ქართული თამბაქოს აი ეს ყველა მახასიათებელი თან აქვს. აი როგორ გითხრათ, აი ეს მიწის გემოებია თითქოს აი ხმელი ბალახი თითქოს ჯერ შემოდგომის სუნი რაც არის, სოფლის შემოდგომის ეს დამხმარი ბალახის სურნელი აი ეს სასიამოვნო სუნი ეს ხის ნაფოტი რო იწვის აი ბუხართან რაღაც აი იმის მსგავსი გემოები აქვს და აი ვირჯინიამ აი რაღაც ციტრუსოვანი დაუმატა შებოლილმა კევენდიშმა ეს ცირე პიკანტური ისინი მიცა და ბერლინმაც ეთყობა ბოლის სიჭარბეში ითამაშა ისეთი ჭარბი ბოლია ენაზე არ იკმინება მაგრამ როგორც თქვი ის სიძლიერე თვითონ თამბაქოს სიძლიერე იგრძნობა ყელშიც და აი ცოტა თავშიც წითელ ღვინოსთან ერთად იქნება გადასარევი. ყავასთანაც. ვა. კარგი. რაღაც სასიამოვნო იმასაც ტოვებს აი ვირში აიგემოებს ყველა კი შორს არის კლასიკურ ინგლისურ ბრენდებთან წამყვან თამბაქოებთან შეიძლება მაგრამ კარგი რაღაცაა თან იაფათაც გამოგივათ ანუ წარმოებლები თამბაქოს წარმოებლები საქართველოში ამას სერიოზულად მოკიდებენ ხელს ჩვენი ეს პროდუქტი გამოუვა და ექსპორტზეც გაიტანენ ეხლა თამთემ სოფლიოში ჩიბუხი რაღაც ძალიან პოპულარული ხდება
სხვათა შორის მაღაზიაში, თამბაქოს მაღაზიაში, სადაც ვყიდულობ ამ ქართულ თამბაქოს, როგორ იყიდება, როგორი ისა აქვს გამოხმაურება, მეუბნებიან, რომ უცხოელები ყიდულობენ ძირითადად. და ძალიან მოწონთ. ანუ იყიდება იქ ამფორას ვირჯინია ამერიკული მაგბარენის რამოდენიმე ნაწარმიც იყიდება ეს მუდმივადაა ჩვენთან გაყიდვებში ამ ბოლო დროს და აი მათ აღარ ყიდულობენ და ამ ქართულ თამბაქოს ყიდულობენ. ნუ იმასთან შედარებით ერთი ორჯერი აფია. და მგონი ბევრად არ ჩამოვარდება. ამ სიჩქარეში დამოვიწყდა ყავა გამომზადე ჩემთვის. ეხლა გავალ დავისხამ და შემდეგ დაგიბრუნდები. ზიანი ყავა კარამელის არომატით. ძალიან მოუხდა. კარგია. ძალიან კარგი გამოვიდა რა. კი, მოდი სიმართლე ვთქვა, ეხლა არ არის თლად ქართული აღარ გამოვიდა, იმიტომ რომ შერეული მაქვს როგორც თქვი ამერიკული ვირჯინია, წითელი, ამერიკული ბერლი, ეს dark berli და მცირე კენტუკის კევენდიში, მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვათ, ინგლისურ ნაზავს რო ეძახიან, იქ არაფერი არ არის ინგლისურ. ასე ჩამოტანილი თამბაქო და აქ ძირითადი ბაზა ნახევარზე მეტი მაინც აჭარაში მოყვანილი თამბაქოა. როგორც თქვი ეს 6 თვე შევინახე, მე 7 წავიდა თუ სახელსაც რაღაცას დავარქვევ ამ ნაზავს. მოვიფიქროთ, თქვენს მომწერეთ რამე თუ გაქვს. მე ხა ერთ რაღაცას გეტყვით. ჩემი ერთ-ერთი წინაპარი, ანუ ჩემი დიდი ბაბუას ბიძაშვილი, რომელიც აი მასავით და მახსოვს, კარგად მახსოვს, პატარა ვიყავი. ბაბუას სახში სტუმრობდა ხშირად მურად მახარაძე. აი თამბაქო ისე წეოდა ჩიბუს ყალიოს და აი მახსოვს აი ეს სახე მისი 85 იყო 90 წელს გადაშორებული კაცი, ბევრი რაღაცა გამოვლილი და აი ბუხართა რო იჯდა და გძელი ყალიონი ახლა ვიხსენებ რა ჩიბუხი იყო რა ყალიონი რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა იყო. თუ ახლა ეს ხიანი ჩიბუხი იქნებოდა, არის ქართული წარმოების ეთყობა. და აი იმას მიუძღვნი ამას, მურად მახარაძეს, აი ეს მახსოვს ის კაცი და აი ამას რამდენს მოუწევ ის გამახსენდება და ხშირად ჩიბუხს რო ეწევი აი ჩემი შენათესავის ის მიდგება რა. თქვენ ახლა ჩემი დიდი ბაბუაც იყო, ხო? ესე იგი დიდი ბაბუას ბიძაშვილი, რასაც ბიზნესმენში არ გამოარჩევდა. და სახელს რაღაცა ჩვენი ეპონიმიდან ან ჩვენი ისტორიიდან ვიღაცის შეიძლება ეს ასაცილო იყოს, მაგრამ აი როგორც კარგი თავგადასავლის ერთ-ერთი კარგი ფურცელია. ხო თქვი თავიდან რომ რაღაც სიმაგრე იყო თითქოს, ხო? არა, ზედმეტი და შემაწუხებელი არ არის ისეთი კარგი საჭირო სიმაგრეა. და არ ვიცი, აი ძალიან სასიამოვნო მოსაწევი თამბაქოა. მე ასე დამინჩი, არც რო სიცივია და არც რო სიცხეა ჰაერზე ბუნებაში.
მისი ტემპი აქვს შეიძლება მოწევის, აი ჩიბუხში კარგი გამოვიდა, ნახავ შემდეგ სხვა ჩიბუხებში როგორ იქნება. მოკლედ, აი ესე შედგა პირველი ექსპერიმენტი ნაზავის გაკეთების ქართული თამბაქოს ბაზაზე. სახელზე თუ რაიმე გექნებათ ორიგინალური მომწერეთ კომენტარებში და იქნება ერთად დავარქვათ რაიმე სახელი. შემდეგ ეს თუ გრანდიოზულ ბიზნესად ვაქციეთ, მოწილი იქნებით. ხომ რა თქმა უნდა, ბიზნესმენი ამისთვის არ ვაპირებ, მაგრამ ვიღაცა ვინც ამ საქმით დაკავებულია, თუ ამას ყველაფერს გაითვალისწინებს და ესეთ ქართულ ბაზაზე თამბაქოს შეურევს ორიგინალურ თამბაქოებს და მიცემს დარწმუნებული ვარ, ძალიან ისეთ ორიგინალურ გემოს მიცემს, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტი აი ამ დალოცულ მიწაზე მოყვანილ პროდუქტს ყოველთვის საიდანაც არ უნდა იყოს შემოსული, აქ შემდეგ თავისი გაგრძელება აქვს, უბრალოდ აქ მონი თავიდან იწყება და ორიგინალური და ქართული ხდება უკვე. კარგით, აბა მომავალ შეხვედრა და მე დავასრულებ ამას და ვისიამოვნებ უკვე მარტო ჩემთვის ჯუმეში. ხომის მომავალ შეხვედრა.